რუსთავის მერიამ სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში შაბათ-კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო. ახალ სპორტულ საგანმანათლებლო პროექტში სპორტსმენებს და ახალგაზრდებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. შაბათ-კვირის სპორტული სკოლა 10-დან 16 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში თეორიული ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობა იქნება. პრემიერის და მთავრობის მხარდაჭერით რუსთავში შეიქმნა უნიკალური სივრცე სპორტის სასახლის სახით, რამაც დღეს რუსთავის მერიის გუნდს მოგვცა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის შექმნათ ახალი სერვისები, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ვიწყებთ ახალ პროექტს შაბათ-კვირის სკოლას, რომელიც განათლების ნაწილში მოემსახურება როგორც ჩვენ სპორტსმენებს, ასევე იმ მწვრთნელებს, რომლებიც 10 წლების განმავლობაში ზრდიან ახალ თაობას, აძლევენ განათლებას და მათ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ. ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ეხება მწვრთნელებისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების გადამზადებას. ხვალიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება სპორტის სახეობების სხვადასხვა მწვრთნელებთან